ბოდბისხევის საკვირაო ბაზარში ვარ. ამაზე სინამდვილე, გეგონება რომ კინოში ხარ. ამაზე ნამდვილი თუ არა მე დედამიწაზე არ მგონია. ისე მოვდივარ აქ როგორც კინოში, სპექტაკლზე, ან რაიმე ძვირფას წარმოდგენაზე. ისე გეგებებიან ადგილობრივები, ისე გესალმებიან, ისე გაჩვენებენ თავიანთ ნაშრომს ამაყად სხვათა შორის, როგორც არსად დედამიწაზე. სასწაული თესლები შევიძინე, განსაკუთრებული ჯიშის ლობიოები, განსაკუთრებული ჯიშის ბოლოკი, განსაკუთრებული და საოცარი ჯიშის პიტნა, ყელფოთლიანი, ბევრი ისეთი ჯიშის პოვნა შეიძლება აქ, რასაც სხვაგან ვერსად ვეღარ ნახავ. ისეთი ჯიშის ლობიოებია, ისეთი ჯიშის მწვანილებია. ახალი ამბავიც გავიგე რომ ქართულად ოხრახუშს ოხროხოში ქვია. აქაურები ასე ეძახიან. ძალიან საყვარლები არიან. ისეთი ცხოველები ყავთ. ლამაზ-ლამაზი ქათმები, ფერად-ფერადი, გახარებული ვარ ხოლმე აქ ყოფნით. ყოველთვის მომიხარია. ჯიბეები გამოვსებული მაქვს თესლებით. რა თქმა უნდა. რაგარი ჯიშებია, ნახე. როგორი ჯიშებია, შეხედე, სად იპოვია მას. ახალი სიტყვა გავიგე? ოხრახუში ხმევია. პეტრუშკას რო ვეძახით, გურულები რომ აკიდოს ვეძახით, კახეთში ხმევია ოხროხოში. ხო, არ იცოდი. აბა ვიცოდი, ოხრახუში ვიცი, მაგრამ ოხროხოში არ ვიცოდი. ოხროხოში ერთი და იგივე ყოფილა. ეს რომელია? გვაჩვენება. ეს არის ამის სახელი? ესეც მამაკალია. წნიკას ვეძახით. ეს არის ლობიო ამის. ამაზე მეტყვით ვინ არის ესა? სარი ლობიო. სარი ლობიო არის, ესა ჭრელი ლობიოს იცახიან ამას, არ აქცია. დავართ, რა ხდება აქ? ბოდბისხევის ბაზარია. ყოველ კვირაული. კვირაობით არის ხოლმე? თქვენი მამები, დედები მოდიოდნენ აქა? კი, აბარა. მაშინ როგორი იყო? თქვენ ბავშვობაში? მაშინაც ყველაფერი იყიდებოდა, ყველაფერი აბსოლუტურად. მოყავს, მუშაობს. მე 75 წელს უნდა გავხდე ახლა. მივართ იმის გულისთვის, რომ საკმელი რას მოიტანთ ხოლმე? რასაც ამუშაოთ, პამიდორი, ბადრიჯანი მოყავ, კარტოფილი, ხახვი, ნიორი, ბოსტანში რაც გვაქვს. სახში ვინ აკყავთ? სახში ვინ ამყავს და ქმარი მარტო მე და ჩემი ქმარი ვცხოვრობთ აქ, მაშინარში. მაშინარში. ხო. დიდი ბაღი გააქვთ? საშუალოდ, სულ ერთ მეორეზე ორი ნახევარგეტას ვამუშავებ. ამუშავებთ? აუდი ხარ? კი, ორი. ჩემი შვილი თბილისში არის, თავის სოფლით, ერთი შვილი მყავს და ეგრე ვარსებობ. ჩამოვლენ, წაიღებენ სოფლის მოსავალს. არ გეხმარებია? შეძლების დაგვარა თუ როგორ შეუძლიათ? კი. შეძლების დაგვარა. თქვენ რა გვარის ქალი ბრძანდებით? სიფრაშვილი. ბაღანაშვილი ვარ და სიფრაშვილებში ვარ გათხოვილი. სადაური ხართ თქვენა? ასანურელი ვარ, მაშინაში გათხოვილი. ასანური აქავე ახლო, ბოდბისხევი, მე არის ასანური, მე არის წმორი, მე არის საქობო, მე არის მაშინარი. მაშინარი. თქვენ რომ მოდიოდით აქ ბავშვი რომ იყავით ამ ბაზარში, რა იყო მაშინ სხვანაირად და ეხლა რა არის სხვანაირად? აქ იყიდება ესე ბაზარი იყო, აი. სოფლიდან მოდიოდა მაღაზიები. აი ესე ჩაყოლება, აი. მაღარო, ბოდბე, რა ვიცი, ნუკრიანი იქით ამხის. აქ ვყიდოდით მატერიებს, ყველაფერს. ახლა რა არის სხვანაირად? გაფუჭდა ბაზარი თუ გაკეთდა? არ ვიცი, ჩვეულებრივად. მაშინ სხვანაირი ბაზარი იყო, სხვა შემოსავალი იყო, ეხლა სხვა. აი წვალობს ხალხი ძალიან ავწვალოთ. ო, ძალიან. რატო? აბა უშრომელად ვინ რას მოგწევს? აი ბებო ხარ საყვარელი. შვილი რამდენი ყავთ? ორი ბიჭი და გოგო. ძალიან კაი. მაგისტრატურა დაამთავრეს, ერთი გასათხოვარია, მეორე დასაქორწინო. ყველაფერი კარგად იყოს თქვენთან. დიდი მადლობა. ლაგოდეხში ვარ. პატარა რაღაცა საქმე მაქვს და ქუჩაზე რომ ჩავიარე, აქა, აი ცენტრალურ ქუჩაზე, ყურადღება მიიქცია სათბურებმა, მოვლილმა, საოცრად მოვლილმა ვარდის სათბურებმა. და მომინდა რომ ამ ეზოში შემოვიდე და გავიგო ამბავი, გავიცნო ამ სათბურის მომვლელი, პატრონი. მინდა რომ თქვენს გაგაცნოთ. ძალიან ვარ აღფრთოვანებული და აღტაცებული როგორი ნაშრომია. ნახე, აი მეორეც როგორია.
ძალიან ნაშრომია, ძალიან კარგად ნაშრომია. რა თქმა უნდა, ეს არის მოსაჭრელი ყვავილი. აი, რომელსაც ჭრიან გასაყიდა. ძალიან გიქებთ ნაშრომს, ძალიან კაი ნაშრომი გაქვთ. მოგვიყევით რასთან არის საქმე? თქვენ მზადებით ბატონი ავთონოზაძე. ლაგოდეხელი ხარ? ლაგოდეხელი. აქ დაიბადეთ. მე ზემოს ხალგურში დავიბადე, გავიზარდე. და რო დაუჯახდი წამერი ამ სოფელში ბიზაშვილები ცხოვრობდნენ ჩემები, ახლოს ცნობიამ. და აქ მე დავსახლდი. ცოლი შეირთეთ აქა და? კი, ხო და დავსახლდი. რა ქვია თქვენ საქმეს? მევარდეობა ქვია? მევარდეობა, დიახ. მაგრამ მოჭრილი ყვავილი. რა თქმა უნდა, მოჭრილი. ნერგს არ ამრავლეთ. ნერგსაც ამრავლეთ ხოლმე, როდესაც 100 კილისისა გვაქვს საშუალება არ ამოვიდა. საძირი. საძირი და ეხლა აი აქ მიწესია. ხო. ეს გაისათამოა მობიბინდება. 100 კილი? 100 კილი. და უკვე გავაკეთებ უკვე იმის უკვე ძირებს. იმაზე ვამყნობთ მე. თვითონ ამყნობთ თუ მეუღლეთ სამყნობთ? არა, ჩემი ბიჭი ამყნობს. შვილი? შვილი და მე ვეხმარები. თქვენ ასწავლეთ? იმან თვითონ თავისით წარმოგიდგენია, აი თვითონ თავისით არ ვიცი სად ნახა, რა ნახა. მოუნდა გამიგე და გამოვიდა და გააკეთა. ძალიან კაი ნაშრომი გაქვთ, მე ძალიან. რახან დავინახე რომ ნაყენი გააკეთა და მან გააკეთა. მე არაფერს არ გავაკეთებდი ამის გარდა, ამის ნაკვეთი ესამაკს დაკარგე დამოძა. გავაკეთებ ამას. რა ჯიშები ესენი მოგვიყევით ცოტა? ეს ჯიშები ესენი არიან ბლეკჯეკი. ბლეკჯეკი. დიახ ბატონო და აქეთ არიან მე ფერადები, ეს თეთრი ფერის ვარდები, აი საკეთ ამხარ ესენი არიან. ცოტა შორის კარგი იშვიათად სხვილი ბუტონი იცის, ძალიან კარგი. არ ეტყობა რა კაი ჯიშია? ხო. იმ ღობეზე რაღაცა კაი ხვიარები ჩანს. მაგარი ხვიარებია, ძალიან საინტერესოა, სხვადასხვა ფერებია. და ისეთი ლამაზი დასანახია ხო, ბევრი მანქანები ჩერდებიან ზაფხულობით. სულ ყვავის. აი გადაყვავდება, მოდის ყლორტის ყვა, სულ ყვავის. ესე იგი კაი ჯიშებია და იმიტომ. კაი ჯიშები, მაგარი ჯიშები, იმიტომ რომ გაგახაროთ და გაგაძლიეროთ გამჩენმა ღმერთმა და სულ სიკეთე მოგცეთ. ძალიან კაი ნაშრომი გაქვთ. შესაძლებელია ეტყობა ამას, ხელიც ეტყობა და ყველაფერი. გულიც ეტყობა. რა თქმა უნდა. ხო, ისი არ გამოვა. არ გამოგულოთ არაფერი არ გამოვა. არაფერი არ გამოვა. სად გაყიდით მოჭრილ ყვავილს? ამას თბილისს ვაბარებთ. ამათ ლაგოდეხში მაღაზიებია ისინი და აი ტელეფონები გავშირდებიან და ხაზზე ვართ. ცეცხლყაროს ვამარაგებ. და მოდიან, მიაღწევ და ვაგზავნე. მანქანას გაუშვებ, მიუტანთ, მიიღებ. გასაგები, რამდენს მოჭრით დაახლოებით? კეთილ, აი ერთი გადაჭრა, აი აქ რო გადაიჭრება ხოლმე. რო გადაიჭრება, სავარაუდოდ რო გითხრათ, ერთი 20,000, 18-დან 20,000 ტოტი მოიჭრება. მეტი არა? აი ერთი გადაჭრა. ერთი ხო რა. მაგრამ ეს თუ დეკემბერი კარგი მექნა, 5 მოსავალი მოდის. 5 მოსავალი. დეკემბრის უკვე ბოლოს უკვე ვიწყებ ხელახლად უკვე საგაზაფხულოდ მომზადებას ამისას. ხო, შემაქვს ასვე დაჭირდება შესაბამისად. და გავსხლავთ, რა თქმა უნდა, ის დაბალ დონეზე როგორ ჭირდება და უკვე საგაზაფხულოდ მომზადებს და აი ამ დონეზე უკვე რომ მოდის, ეხლა უკვე მარტო ჭირდება, უკვე შევიაროთ, ზედმეტი ფურჩი არ მოვიდეს, სამალი თავისთავად ცხადია, ესაჭიროება თავისთვის როცა მავნებელი არაფერი. ბუგრიდანაც არ. ბუგრიდანაც არ. აგახაროთ ღმერთმა. თქვენი შვილი მომიკითხეთ, კაი ბიჭია. აუცილებლად. ამას ეტყობა რომ კაი შვილი გყავთ. კი, ნამდვილად. მადლობა დიდი, მადლობა რომ გვაჩვენეთ თქვენი ეზო. მადლობა რომ თქვენ მოგზავნით და ამ გამიხარდა რომ დავინახე, მივხვდი რომ აქ რომელი კაცი ცხოვრობს. ძალიან კარგი. დალოცული ჩვენ მიწაწყალი ესეთია. ხელი არ გაეშვი. მინდა რომ შენ იმასთან იყო, აკეთო და ისიც ასეთია, პატრონი. კაი პატრონი ხო ყველას უყვარს. ყველას უყვარს. ყველას უყვარს ისია ეს ყველა.